ვენეციის კომისია პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია და ეუთო პროკურატურის რეფორმირების პროექტს პოზიტიურად აფასებს. ეს განცხადება დღეს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. როგორც თეა წულუკიანი ამბობს, საერთაშორისო ორგანიზაციებს რეფორმის შესაფასებლად მისმა უწყებამ თავად მიმართა. რეფორმის ფარგლებში იცვლება პროკურორის დანიშვნის წესი. კერძოდ, მთავარი პროკურორის კანდიდატურას პარლამენტს 15 კაციანი საბჭო წარუდგენს. ეს საბჭო 8 პროკურორისგან, ასევე სახალხო დამცველისგან, დეპუტატებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და იუსტიციის საბჭოს მიერ დასახელებული ერთი მოსამართლისგან იქნება დაკომპლექტებული. საბჭოს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. ისინი ამბობენ, რომ ეს რეფორმა არის სწორი მიმართულებით მიმავალი რეფორმა და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ეს რეფორმა გაგრძელდება. ისინი კანონპროექტს, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ მისასალმებელია პროკურატურის ორგანოებში საპროკურორო კონფერენციის შექმნა და რაც ძალიან სასიხარულოა, ასევე დადებითად შეფასდა საქართველოში საპროკურორო საბჭოს შექმნის იდეა. მათ ეს საბჭო დაასახელეს როგორც ერთ-ერთი ამ კონტექსტში მოდერნისტული, თანამედროვე და ეფექტიანი ინსტრუმენტი რეფორმისა.